დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ დღეს მიუნხენში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართება. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები დაასახელა. ისინი შეხვედრას გამართავენ მიუნხენში. რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. სხვათა შორის უკრაინაც არის მიწვეული. ზუსტად არ ვიცი, ვინ იქნება იქ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ იქნებიან მაღალჩინოსნები რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან. მე მჯერა, რომ მას მშვიდობა სურს. მე დაუჯერე პრეზიდენტ პუტინს, როცა მას გუშინ ვესაუბრე. ფიქრობ, მიზეზი რის გამოც ომი დაიწყო, იყო ის, რომ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას შეეძლო ნატოში გაწევრიანება. მას ეს არ უნდა ეთქვა, ეს იყო სისულელე. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა შეიძლება მცირე მასშტაბიანი შეჭრა განახორციელოს. ეს ძალიან დიდი სისულელე იყო. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ომი დაიწყო, იყო მარკმილი და სულელი გენერლები, რომლებიც სუდად მოიხსნენ ავღანეთში. ჩვენ ღირსეულად უნდა გამოსულიყავით ავღანეთიდან, მაგრამ როდესაც პუტინმა ნახა თუ რა არეულობა მოაწყვეს ავღანეთში, განაცხადა, ძალიან კარგი დროა უკრაინაში შეჭრისთვის. მე არ ვადანაშაულებ ამერიკელებს, მაგრამ მათმა ნათქვამმა პუტინის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.